გამარჯობათ, მე ვარ profile.moy.sus ადმინისტრატორი და ამ გაკვეთილ ვიდეოში განახებთ შეახლის ვიდის გაკეთებას. დავიწყოთ ასე. შევდივართ საიტს, ეხლა მე ჩემს საიტის თავარ პანელში შევართ, მე ხა ჩემს სატესტო საიტს გამოვიყენებ. შემდეგ ვაკეთებ ასე რაღაცას. Site names და module settings. გადავდივართ module settings-ზე. და აქ ნიშნავთ user 1. ესე იგი choose from field 1. ეხლა ვაკეთებთ ვასეივებთ ამას. გადავდივართ აქ. მე აქ და აქვსოთ სურათის ლინკი. ვადლევ ვასეივებთ ისე. ეხლა ვაკეთებთ ასე რაღაცას. გადავდივართ main page. Customer design. და აქ ნიშნავთ appearance of enters. ეხლა ამას შევიდით, რაც ეწერება ყველაფერს და მე ჩემს საიტზე profile moy.sus-ზე იდევა ასეთი რაღაც პროგრამებში შევხვალთ და იდევა სიახლის ვიდი. ზუსტად ასე. ზუსტად როგორცაა. ნახეთ, მე გაადიდეთ თქვენ შემოხვალთ. ეხლა აქ ეწერება კოდი, სკრიპტი ეწერება. ვაკოპირებთ ამ სკრიპტს. უბრალოდ შემოგიდეთ ხელს და ვაკოპირებთ. გადავაკოპირებთ კოპი. და ვსვავთ აქ. ვასეივებთ. შემდეგ ვაკეთებთ ასეთ რაღაცას. ვაჭერთ ამას ვარესტარტებთ ჩვენ პანელს. ვარესტარტებთ და მე ვაძლევთ visual შემდეგ visual html editor. შევდივართ აქ და ეხლა აქ ვაძლევთ ნიშნავთ ამას და ვაძლევთ აქ image. აქ other 1 უნდა იყოს საოცრად მონიშნული, რომელი other 1-ზე გაკეთეთ თქვენ რომელზეც აქვს მონიშნული ის და okay. და ვინახავთ. თქვენ შეინახეთ, მე უკვე შენახული მაქვს და გადავდივართ ეხლა ჩვენ სამართავ პანელში. და ეხლა აქ ვამატებთ სიახლეს. ვამატებთ სიახლეს, მაგალითად თამაშებში ამასაც ნებისმიერ რაღაცას დავწერთ ასეთ რაღაცას და ის სურათის ლინკი როგორც ხედავთ გამოჩნდა ეკრანზე. ეხლა გადავდივართ ნებისმიერ საიტზე. ვავიღოთ ჩვენი ლინკი. სურათის ლინკი გადავდივართ და მაგალითად ეს. გავადიდეთ. ცოტა ჭედავს. Copy image later. შემდეგ ამას ვთავთ. მე სურათის ლინკი. ჩასვათ ამას და მიცემთ დამატება. დაიმატოს. დამატებით დაიდო. გადავდივართ ახლა
თამაშების გვერდზე. და როგორც ხედავთ, დაიდო ჩვენი გაკეთებული სიახლე. გავაკეთეთ სიახლის ვიდი უბრალოდ. და ნახე გვერდულადაც ჩანს, აღარ ჩანს დაბლა, დიდდება და ყველაფერი. ეს ვიდეო კურსი ამით დასრულებულია. თუ რამე შეკითხვა გექნებათ, დაწერთ კომენტარებში. შემოგვიერთდით profile წერტილი მოი წერტილი სუზე. კარგად ბრძანდებოდეთ.